გამარჯობა, ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. დღეს შევეხებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არის ზრდის შეფერხება ბავშვებში. დიახ, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ზრდის შეფერხება, როგორ იზრდებიან ბავშვები და რა არის ნორმა ამ შემთხვევაში. და შეიძლება დაგვჭირდეს იმისათვის, რომ ბავშვის ზრდა შევაფასოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ზრდის დოკუმენტირება მოვახდინოთ დაბადებიდან და შესაბამისი მონაცემები, ანუ ტრაექტორიის შესაფასებლად დავიტანოთ ზრდის პერცენტულურ ცხრილებზე. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ბიჭების ზრდის ცხრილის ნიმუშს, სადაც X ღერძზე მითითებულია ასაკი, ხოლო Y ღერძზე მითითებულია ჩვენ მიერ გაზომილი მონაცემები. ეს მონაცემები შეიძლება იყოს სიგრძე, წონა და ბავშვის პედიატრმა ისევე როგორც მშობელმა შეიძლება ეს მარტივად დასვას ეს წერტილები და ცხრილი შეავსოს დინამიკაში რამოდენიმეჯერ. კი, კოტე, ეს არის ძალიან მარტივი, მთავარია მოვნიშნოთ ის ადგილი, სადაც ასაკი და ჩვენ მიერ გაზომილი მონაცემები იკვეთება, ხო? მაგალითად, თუ 12 თვის ბავშვი იწონის 10 კილოგრამს და არის 82 სანტიმეტრი, ჩვენ აი ესე მოვნიშნავთ ამ ადგილებს, როგორც ვიდეოში არის ახლა ეკრანზე. მოდი დავიწყოთ კოტე ბაზისური საკითხებიდან. სიმაღლეში ზრდის შეფერხებად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი სიგრძე, რომელიც ორი სტანდარტული გადახრით დაბლა არის ვიდრე საშუალო მონაცემები. ანუ თუ სიგრძე არის ამ ხაზის დაბლა, ეს შეიძლება ჩაითვალოს სიგრძეში ზრდის შეფერხებად. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ბავშვების უმრავლესობა, რომელიც დაბალია, არ არის ავად. პირიქით, ყველაზე ხშირი გამომწვევი არის უბრალოდ გენეტიკური ფაქტორები. მაგალითად, შეიძლება იყოს ოჯახური სიდაბლე, ან მდგომარეობა, რომელსაც ეძახის ზრდის კონსტიტუციურ შეფერხებას, ან გარდატეხის დაგვიანება. ახლა კი შევეხოთ კოტე იმას, თუ რას ნიშნავს ნორმალური ზრდა. როდესაც პედიატრები გამოვყოფთ რამოდენიმე ფაზას, ეს არის ჩვილობის, ეგრეთ წოდებული ბაჯბაჯობის, ანუ ტოდლერობის, ადრეული ბავშვობის და გარდატეხის ფაზებს. ასევე უნდა ვახსენოთ, დავით, რომ პირველივე რამოდენიმე წელი ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდება და შეიძლება 30-35 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს წელიწადში ამ ზრდამ. შემდეგ კი ნელდება და ისევ სწრაფდება, როდესაც გარდატეხის პერიოდის ტანის აყრა იწყება. ამ დროს შეიძლება რომ 14 სანტიმეტრამდეც კი გაიზარდოს ბავშვი ერთ წელიწადში. კი, ზუსტად ასეა, ანუ ზრდის სისწრაფე არ არის ხაზოვანი და შენელების და აჩქარების ეპიზოდები ახასიათებს. მაგალითად, ახალშობილობის პერიოდში შეიძლება სხვადასხვა ზოლს გაყვნენ ჩვილები, იმის გამო რომ გარკვეულ ეტაპზე გენეტიკური კოდის მიხედვით, ასე ვთქვათ, სტაბილურდება ზრდის სიჩქარე. ასევე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხუთიანის წესები, რომელიც მოგვეხმარება ადვილად დავითვალოთ საშუალო ზრდის სიჩქარე. მაგალითისთვის 25 სანტიმეტრს იზრდებიან საშუალოდ ბავშვები 1 წლამდე, 10 სანტიმეტრს იზრდებიან 1-დან 4 წლამდე, ყოველწლიურად 5 სანტიმეტრს იზრდებიან 4 წლის ზევით გარდატეხის პერიოდის დაწყებამდე. ასევე მნიშვნელოვანი მონაცემია მშობლების სიმაღლის მიხედვით ბავშვის საპროექციო სიმაღლის გამოთვლა, რომლისთვისაც სხვადასხვა ონლაინ, ასე ვთქვათ, კალკულატორები და ფორმულები არსებობს, ან შეგვიძლია შემდეგნაირად დავითვალოთ. ბიჭებისთვის დავაჯამოთ დედის და მამის სიმაღლე, დავუმატოთ 13 და გავყოთ 2-ზე. ხოლო გოგოებისთვის დავაჯამოთ დედის და მამის სიმაღლე, გამოვაკლოთ 13 და გავყოთ 2-ზე. როდესაც საეჭვოა სიმაღლეში ზრდის შეფერხება, ექიმს აინტერესებს რამოდენიმე საკითხი. პირველ რიგში ჩვენ გვაინტერესებს რა არის ბავშვის სიმაღლე ამ კონკრეტულ მომენტში, რა არის ზრდის სიჩქარე, ანუ დინამიკაში გვაინტერესებს რამდენს იზრდება ბავშვი და როგორია სიმაღლის პროექცია მშობლების სიმაღლის მიხედვით, ანუ დავითმა რაც შემოგთავაზა ფორმულა იმასთან მიმართებაში როგორია ბავშვის სიმაღლე. ამ კითხვებზე პასუხი არის ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი შეფასებებისთვის. ხოლო პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ზუსტი მონაცემების გაზომვა. პატარა ბავშვებს, როგორც წესი, ზომავთ დაწოლილზე, ხოლო შედარებით დიდებს, ვისაც უკვე დგომა შეუძლიათ, ვაყენებთ ფეხს.
ხოლო ამ მონაცემების ზრდის თხილზე დატანისას დინამიკაში შეგვიძლია შევაფასოთ რამდენად კარგად იზრდება ბავშვი და არის თუ არა ჩამორჩენა. ასევე გვაინტერესებს მისდევს თუ არა იმ პროექციას, რაც მას მის მშობლებმა მისცეს. ერთი ინფორმატიული ხელსაწყო, რომელიც დაგვეხმარება ზრდის შეფასებაში, არის ძვლოვანი ასაკის გამოკვლევა რენტგენის დახმარებით. მარცხენა ხელის მტევნის და მაჯის რენტგენი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეფასდეს, თუ რამდენად ემთხვევა ძვლოვანი ასაკი ბავშვის ქრონოლოგიურ ასაკს. თუ ძვლოვანი ასაკი ჩამორჩება შესაბამის ასაკს, უნდა ვიფიქროთ გარდატეხის დაგვიანება ან კონსტიტუციური ზრდის შეფერხება. თუმცა არ უნდა გამოგჩეს ისეთი მდგომარეობები, როგორებიცაა მაგალითად კვებითი დარღვევები და ზრდის ჰორმონის პათოლოგიები. ასევე სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიები, რომელსაც აქ დეტალურად არ განვიხილავთ. ძვლოვანი ასაკის დადგენის გარდა, რადიოლოგიური მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული ბეილი-პინოს მეთოდის შესაბამისად დადგინდეს, რამდენად შეძლებს ბავშვის სიმაღლეში წამოწევას, ან რამდენად სარისკოა სიდაბლე ბავშვისთვის. ეხლა დავით მოდი განვიხილოთ, თუ როდის არის დაბალი სიმაღლე განგაშის ნიშანი. პირველი, ბავშვის სიმაღლე საშუალო სიმაღლეზე 2 სტანდარტული გადახრით დაბლა არის, ამაზე ვისაუბრეთ ზევით და თქვენ შეგიძლიათ პერცენტილური ცხრილი გამოიყენოთ ამისთვის. ასევე სიმაღლის ზრდის სიჩქარე დაბალია 5,5 სანტიმეტრზე 2-4 წლის ასაკის შუალედში, 5 სანტიმეტრზე დაბალია 4-6 წლის ასაკის შუალედში და ასევე 4,5-ზე დაბალი არის გოგოებში 6 წლიდან გარდატეხამდე და ბიჭებში 4 სანტიმეტრზე დაბალი არის 6 წლიდან გარდატეხის პერიოდამდე. ასევე დავით უნდა მივაქციოთ ყურადღება საპროექციო სიმაღლე რამდენად ნაკლებია ვიდრე მშობლების მონაცემები და დავადაროთ რომელ პერცენტილურ ხაზში არის საპროექციო სიმაღლე ბავშვთან მიმართებაში. ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება შემდგომ ნიშნებს: წონაში კლებას, სისტემური დაავადებების ნიშნებს და სხვადასხვა ფიზიკური ანომალიები, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა მდგომარეობების დროს. გარდა ამისა, შეიძლება დაგვჭირდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება, ცელიაკიის ან გენეტიკური დაავადების გამორიცხვაც კი. ასევე დავით მოდი ვთქვათ, რითი უნდა დაიწყოს პედიატრმა შეფასება. პირველ რიგში ზრდის ცხრილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევაფასოთ. სიმაღლეში ზრდის სიჩქარე შეგვიძლია გამოვითვალოთ, თუნდაც იგივე ზრდის ცხრილის მონაცემებით და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლის სიმაღლის მიხედვით გამოვთვალოთ საშუალო საპროექციო სიმაღლის პერცენტილური ზონა, რაც ეკუთვნის ბავშვს უკვე დასრულობაში. თუ არის შეფასების შემდეგ ისეთი ეჭვები, როგორიც მაგალითად ზრდის მკვეთრი შენელება, შესაძლებელია დაგვჭირდეს გარკვეული ანალიზები, რადიოლოგიური კვლევები ან სხვა ვიწრო სპეციალისტის ჩართვაც. მაგალითად, ბავშვთა ენდოკრინოლოგი შეიძლება დაგვჭირდეს. ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის საინტერესო იყო დღევანდელი ვიდეო. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ბავშვის ზრდის შეფერხებასთან დაკავშირებით, ან გინდათ რომ სხვა საკითხს შევეხოთ, დაგვიწერეთ კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ გვერდი და ასევე მონიშნოთ ზარი, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები. კარგად.